გამარჯობოთ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. აი ესეთი აგრეგატი ჩამივარდა ხელში. ტაქტიკური იარაღია. ქვია Hand Group-ი. ახლა მოიტანე. SCX12. SCX12. Hand Group-ის იარაღია, თურქულია. ანუ ეს ანადირო და რაღაც არა, თუმცა როინადიროთ განავერნადირეთ, მაგრამ მძიმე არის 4 კილო არის წონაში, 4 და რაღაცაა კიდე. მექანიზმი აქვს, მინდა ვიყო არ 15, მაგრამ უფრო სხვანაირი რაღაცაა რა. ახლა მოდი და ეხლა მოდი ვაჩვენოთ იარაღი როგორია. გადატანე ხდება აი აქედან. აი აქედან. ეს შეგიძლიათ მოხსნათ, გადმოიტანოთ აქეთ, თუ მემარცხენე ახლა და აქედან გადატენით. ანუ ეგეთი ვარიანტი აქვს. ეგ არის კაი. კაია რომ პიკატინის თამასები უყენია ყველა მიმართულებით, ანუ გვერდებზე ზემო და ქვემოდან შეგიძლიათ დააყენოთ. პიკატინის თამას არის გრძელი, ეს ასაწევი სამიზნები უყენია, რაც מחარებს. ნუ ეს შეგიძლიათ თქვენიც მე რაღაცა მოიფიქროთ. რაც არ מחარებს, ეგ არის რომ კონდახი არ არის რეგულირებადი. ანუ აი ეს ყბაზე მისადები შეგიძლიათ ზემოთ აწიოთ, ჩამოწიოთ, დანარჩენი რომ დაარეგულიროთ, ვერაფერს, ანუ ის არ არის, რა ქვია, ტელესკოპური არ არის. კაი რა კიდე. საკეთი, ანუ მცველი აქ მარჯვნიდან და მარცხნიდანაც. ორივე მხრიდან აქ, ანუ ტიპებს გათვალისწინებული აქვთ იარაღი, რომ იყოს ცაციაზეც ორიენტირებული, იმიტომ რომ ჭიდის ამოსაღები თუ აი აქ, ხილაკს დააწვევით. მეორე მხრიდანაც აქვს ცოტა სხვანაირი ბერკეტი, ამას დააწვევით და გამოიღეთ მჭიდს. ანუ აი ესეთი რაღაცაა. ცოტა ის უნდა რა ქვია. მოფიქრე. ესე ადვილად არ გამოდის რა. აჰა. სუახალთ ახალი თოფია, ასე რომ მოწაჯდომია რა რაღაცა მე დაჭიდება. აი ამაში დება 5 ტყვია, იმაში მეორეში 10. მოდი იმას დაუყენებ. მაგრამ ჯერ საერთოდ არაფერს არ დაუყენებ, მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. ჭიდი არის რკინის, მაგარი ყოჩაღი. ქვემოდან რეზინი არა აქვს. ანუ ბრუტალური იარაღია ძალიან რა. ტყვიები მაქვს. და მოდი ესე გადავანაწილოთ. 35 მეტრზე ვესვრი. ესე იგი ჟაკანი მაქვს. ერთი. აი ესეთია. 32 გრამიანი, 70-ია წერიაზე და ჩავდო. იმხელა თოვლი მოვიდა, რომ სათითაოდ უნდა ამოიღო და ისე უნდა ჩავდო. მოგეთ ხათაბალა რა. უჩვეულო არის. მაგრამ მე რო გექნებათ ეს იარაღი თუ ვიყიდეთ. ნუ ეხლა ვიღაცა რო გითხრათ ეს რა არისო, ეს არის სუფთა უცხო პლანეტელების შემოსევა რომ მოიგერიოთ რა. ჩაკ ნორისთან და ჯეკ ნიკოლსონთან ერთად. ეს მოყვა წინიდან. ჩოკები ეცვლება. აი ესე. ეხლა უყენია სამჭრილიანი, მოყვება ერთიანი, ორიანი, არა, ორიანი, სამიანი და 4-იანი მოყვება, ჩოკები. ლულაზე აი ეს შესქელებული ვითომ რომ მაყუჩი არაფერი არის, უკეთია ფასონად, ეს ეხსნება, ეს დეტალი. დანარჩენი მოდი აბა ჯერ ვაკუხოთ. და მე გავაგრძელოთ საუბარი. არ ვიცი, ოღონდ გასწორებულია თუ არა, ამას ვისული პირველად ამიახს რა. ესეც მოყვა, აი ესა. ხეზე მაქვს ჩამოკიდებული და ერთი ხეზე მოხვედრა ტყვის ხეს არ დააზიანებს და ზოგი წესო არის იქადა რამე. ეხლა არის, აი ნახეთ რა. ძალიან ღრმა თოვლი. სადაც ვისვრი ხოლმე იქ ვერ ჩავედით. ფიზიკურად არის წელამდე თოვლი. ეს კაცი რო ხელიდან გამეშვა, ვიცი თოფიც ეს არის. ჩემგან იქნებოდა უსამართლობა. მოდი აბა გადავტენოთ. ეხლა დღეს სეივზე დავაყენე სროლაზე და
ანუ ერთს ამ ბიზნესზე ვესვრი. საფანტ 5 ნომერია საფანტი, ფინდიხი, ანუ კარტისა კარტეჩი და ჟაკანი. მოდი ვნახოთ რას იზამს. ესენი გადახსნა. დაუმიზნო. იარაღი არის რა გითხრათ რა დიდი დარტყმა არ აქვს სხვათა შორის რომ მორჩა სროლას აი ესე დარჩა ღია ფანჯარა აქ რომ მორჩება სროლას მჭიდი მოხსენით ფიზიკურად ჩაიხედეთ თუ რამეა და ბინდია თითით მოსინჯეთ იარაღს მოემყარეთ ისე როგორც დატენილს ყოველთვის ამაზე გეტყვით ახლა სასწრეთი არის რომ მოწევთ არანაირი ის არა აქ რა ქვია ანუ არ მოდის რა გაჩერებული როგორც სპორტულზე ოღონდ კაი ძალის დატოვებენ საათეთი 2 კილო ნახევარი უნდა დააწვეთ რომ გაისროლოს აი ესე მოდის და მე ისროლ და მე არა რა გითხრათ მასია მოუნა თვითონ სროლიზოს არის გემრიელი გძნობთ რომ ხელში რაღაცა ძლიერი იარაღი გიჭირავთ გემრიელი წამოვა მივიდეთ ვნახოთ მივაყარე რა ხოდა შეიძლება მიზანში დაუსწორი რა სამ მიზანი გასწორებულია თუ არა არ ვიცი მაგრამ ამ ხელა თოვლი მოგვივიდა ხოდა აქედან კი ვხედავ ჟაკანი დაბლა მოხვედრი აჰა სამიზნე უყენია დიოპტრული. ერთ საათია მოვდივარ რა. ოშიმი ესა ჩორდი. ანუ ჟაკანი აქ მოხდა. ფინდიხი 1 2 3 4 5 6 7 8 9 დანარჩენი აი ეს სადღაც აი აქაც უმიზნებდი რა აი ამ ადგილას უმიზნებდი ნუ ეხლა რო თქვათ რომ ანუ ამოდი ამოვიდე და ვილაპარაკოთ მე რა თორემ ხილა თოვლი აჰა ცოტა ვირთულებს საქმეს ეს ამბავი მაგრამ მოკლედ ნახეთ როგორ ვისწავლეთ. თოპი მომეწონა. ამას ეხლა უნდა ხინა ლაზერი, ოღონდ თუ ესეთი თოპი გაქვთ. Z ოპტიკის დაყენება შეიძლება რასაკურველი ლაზერისას და კალიმატორის, მაგრამ EAF-იანი არ დაუყენოთ, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი იარაღია, მით უმეტეს თუ მჭიდი გაუკეთეთ და რაღაცას მიუშვით. ამას მაინც ამოძრავებს, რა მხარზე არ იგრძნობა დარტყმა ისეთი რაღაც. უშნო თოპი არ არის. მაგრამ ხარისხიანს თუ არ იყიდეთ ოპტიკასაც აურევს და ლაზერსაც აურევს და ყველაფერს აურევს. აი ამას რაც შეეხება. ტრადიციულად როგორც თურქულ თოფებს აქვთ, ეხლა ცივა, მაგრამ კაუჩუკის ტარი აქვს ესეთი რბილი, კაი მოსაკიდები, უკანაც რბილი კაუჩუკი უყენია. საკიდარი აქვს აი აქ წინ 2 ცალი, გინდა აქედან გადაიკიდე, გინდა იქიდან და აი მაშინ ამოუყრით კიდე მხარზე გადასაკიდებლად. კიდე ერთხელ ვიტყვი, ეს თოფი არის უნივერსალური რა. გათვალისწინებული არის ცაციაზე. თან ყველა ორგანო გადადის, ანუ გინდა საკეტი აიღეთ, ანუ მცველი, გინდა გადასატენი. ყველაფერი რა, ორივე მხრიდან, მჭიდის ამოსაღები ორივე მხრიდან. დასაკიდი ორივე მხრიდან. ჭკვიანურად მომფიქრებული თოფია თვითონ, გემრიელი.
კიდე ერთხელ ვიტყვი, ქვია hand group 1300 ლარი ღირდა. მე პატრონი ძახი, სად იყიდება? არ ვიტყვი, იმიტომ რომ არც ერთი იარაღის მაღაზია ჩვენთან არ თანამშრომლობს. არც ვიცი პრინციპს სად იყიდება რა და აი ნახეთ ახლა ახლოდან თვითონ თოფი რანაირია. აი აქ ესეთი რაღაცა აქვს. აი ესეთია იარაღი. რომ დაათვალიერეთ ახლა ცარნემჭიც გაუკეთებ. ნუ იმ დიდ ჯადოს აღარ გაუკეთებ ატყვიას, იმიტომ რომ აი ესეთი შესახედავია. რავი, თოლზე როგორ ჩანს მზე კი უტყავს. აი ესეთი რამეა. ნუ როგორ არის ახლა? მძიმე არის კი ბატონო, მაგრამ რაღაც დროის განმავლობაში ხელი რო ეჩვევა იარაღს. ნუ ისე მძიმე აღარ გეჩვენებათ, ახლა 10 ტყვია რო ჩადო და რაღაცა, მოკე თუ გამხდარი ხარ და ასე შემდეგ, ჯობია რომ ესეთი რაღაცა ცოტა ჯანზე უნდა იყოთ რა. რო თქო რომ ჩასაფრებიდან სასურველთაც არ არის. თუ რამეა ნებისმიერ ცხოველს გინდა დინოზავრი იყოს გაუნგრევს თავპირს. ესენი პიკატინის თამასებს, აი ეგ ახლოდან აბაჩვენე, ამაზე უყენია ჭანჭიკები, შეგიძლიათ ესენი ამოახერხონ და მოხსნათ. ანუ ზემოთა პიკატინიც ეხსნება, გვერდთა პიკატინებიც ეხსნება და ქვეთა პიკატინიც ეხსნება. აქ შეგიძლიათ რაღაც ესეთი სახელურის დაუყენოთ, ანუ როგორ გითხრათ, ლეგოსავით არის, ყველაფერი აქვს მოფიქრებული. ეხლა რამდენად მაგრა იმუშავებს და რამდენი წელი გაძლევს არ ვიცი, იმიტომ რომ ახალი შემოსული ეს იარაღი, მაგრამ აი შეხედეთ რაღაცა, აი ესეთი ვლომსკი რაღაცა იარაღია. თან ესეც მომეწონა, ესენი მოყვება. ო, 3 ჩოკი მოყვება, 2 მჭიდი მოყვება, кейსი მოყვება, ну кейსი ორი 5 რა, რაშიც ესი დევს, პლასმასა საკმაოდ ხარისხიანი. გადასაკიდებელი ღვედი არ მოყვება. დანდარჩენი მერე თქვენზეა დამოკიდებული რა, როგორ მოიქცევით, როგორ მოიხმართ რა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სანადიროთ აი მგლები ჯოგზე და დათვები ჯოგზე მაგარია. ამ წყერზე რომ ამეთი წახვიდე, რა აქცინებენ ამ სიმძიმე რაღაცა სანა, რა ვიცი. მოგეთ ტაქტიკური იარაღია რა. ოჯახში თავდასხმისთვის სუპერი იარაღია. ვინსგენ თავს დაგესხეთ, მოიგერიებ ძალიან მარტივად. ამით გამოგევშთოთ მეგობრებო, აი მშვენიერი იარაღით, ვისაც იარაღი გაქვთ, მოგწერეთ, შემეხმიანეთ, ამოვიდეთ, გადავიღოთ და გავამდიდროთ ქართული YouTube-ი. მადლობა ეს იარაღი ვინც მოგვაწოდა, თვითონაც აქ არის. კარგად გზადებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.